დღეს თქვენ საუბრობთ სტაბილურობაზე, საუბრობთ მშვიდობაზე, საუბრობთ გაზრდილ ეკონომიკაზე, თუმცა ამის პარალელურად საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად ფიქრობენ, როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, როგორ იყიდონ წამალი, როგორ გაუშვან შვილები სკოლაში ისე, რომ მათ შიმშილი არ იგრძნონ. საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, გაზრდილია უმუშევრობის დონე. ამ ქვეყნიდან ბოლო წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი წავიდა, რადგან ემიგრაცია თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება გახდა. საკვე პროდუქტებზე ფასები გაზრდილია 12-15%-ით. ორ-სამჯერ ძვირია წამლები ევროპასთან შედარებით, გაზარდეთ 30%-ით ელექტროენერგიის ფასიც. ამ სოციალური უსამართლობის ფონზე სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობა. შობადობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ოცნების მმართველობის შედეგად მივიღეთ დაცარიელებული სოფლები და დაშლილი ოჯახები. ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე გაიზარდნენ და დედები, რომელიც ერთ წელზე მეტია შვილებისთვის წამალს ითხოვენ უშედეგოდ. ამ დროს რა გააკეთა დღეს ამ დარბაზში მღვდელთა უმეტესობამ? ამ პრობლემების გადასაჭრელად მხარი არ დაუჭირა 200 ლარიანი პენსიის ზრდას და მხარი არ დაუჭირა მინიმალური ზღვარის დადგენას ხელფასთან დაკავშირებით. პირიქით, კანონებით უფრო უმძიმებთ მოქალაქეებს ყოველდღიურ ყოფას. მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 60-ზე მეტი ჯარიმის დაწესების და ზრდის კანონი მიიღეთ. ცხოვრება გაუძვირეთ, ჯარიმები დაუწესეთ და გაუზარდეთ გარე მოვაჭრეებს, ბოსტნეულის და მაწვნის გამყიდველს, მძღოლებს, საბურავის გამყიდველს, სტუდენტებს, მაგრამ არა მეგა ქარხნებს, რომლებიც აზიანებენ გარემოს, არა კომპანიებს, რომლებიც საკუთარ თანამშრომელს დამამცირებელ ხელფასებს უხდიან. არა თუ ჯარიმები არ გაუზარდეთ, მილიარდი ლარი აპატიეთ ენერგეტიკის სფეროში მყოფ თქვენთან დაკავშირებულ კომპანიას. ბოლო 5 წელიწადში ხალხის ბიუჯეტიდან 800 მილიონამდე დახარჯეთ სახელმწიფო ავტოპარკის განახლებაში. მხოლოდ 2026 წელს 900 ახალი ავტომობილის საყიდლად ხალხის ბიუჯეტიდან გამოყავით 60-მდე მილიონი ლარი. ამ დროს კი 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები უბრალო მოქალაქეებს სამჯერ გაუძვირეთ. და ბავშვების წამლისთვის ბიუჯეტში ფულს ვერ პოულობთ. ლარნახევარი გამოყავით სოციალურად დაუცველი ადამიანების ყვებაზე სასადილოებში და ამ ლარნახევრიდანაც ფული მოიპარეთ. სხვაგვარად შეუძლებელი იყო მშვიდობის დაცვა თუ ეროვნულობას და ქრისტიანობას ვერ შევინარჩუნებდით ისე, რომ ბაღის ბავშვების საჭმლის ფული არ მოგვეპარა. თქვენი პრემიერი აქ მოვიდა და ქართულ ოჯახებს დააბრალა დემოგრაფიული კრიზისი. ქართულ ოჯახების ბრალი ნამდვილად არ არის ის, რომ 2 წლამდე ბავშვის გაზრდა წელიწადში 15,000 ლარი ჯდება მინიმუმ და რაც უფრო იზრდება ბავშვი, ეს თანხაც უფრო იზრდება. არც სოფელში ცხოვრება გახდა მარტივი, იმიტომ რომ არც სოფელში მოყვანილ პროდუქტს ადევს ფასი და თუ ავად გახდა ადამიანი, ეს საერთოდ სასჯელია მისთვის, ვერც ექიმს პოულობს და ვერც თანხას ექიმთან წასასვლელს. მართვის მოწმობის გამოსდა კორუფციის ბუდედაქციეთ, პირადობის აღება ქორწინების მოწმობა ნივთის გადაფორმება შეუძლებელი გახდა ისე თანხებთან არის კავშირში. 300 ლარიან გამოწერილ ნივთზე 18%-ს ახდევინებთ მოქალაქეს, თუმცა საპატიო თავმჯდომარე 9 მილიარდი ლარი არ გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში. ქვეყანაში არის ნარკოტიკის ეპიდემია, იმიტომ რომ ნარკომანია არის სოციალური დაავადება, სიღარიბის დაავადება. ვერ დაასახელებთ ვერც ერთ სფეროს, რომელშიც და მდგომარეობა, ვერც ერთ რამეს, რაც გაიაფთა ამ ქვეყანაში, ვერც ერთ სფეროს, სადაც ადამიანებს უბრალოდ წვალების გამოვლა არ უწევთ. ვერ დაასახელებთ ვერც ერთ სფეროს, სადაც ადამიანები უსამართლობასთან ბრძოლას არ ეჯახებიან, ვერც ერთ კანონს და ინიციატივას, რომელმაც ამ ქვეყანაში ადამიანების ცხოვრება უბრალოდ უკეთესობისკენ შეცვალა და გააუმჯობესა. თუ გადახედავთ, ყველა კანონი, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეთ, ემსახურება უბრალოდ ადამიანების უფრო მეტად გაღარიბებას, იმის ნაცვლად, რომ კანონები აუმჯობესებდეს ადამიანის ყოველდღიურ სიმძიმეს, აუმჯობესებდეს მყიდველუნარიანობას. თქვენი კანონებით მეტად აღარიბებთ ერს, იმიტომ რომ არ მჭირდება წელში გამართული საზოგადოება, კეთილდღეობა მხოლოდ საკუთარი თავებისთვის გემეტებათ, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ის ხალხი, რომელსაც ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებთ და მორალურად ამცირებთ და იმ სიღარიბეში ამყოფებთ, ეს ადამიანები აუცილებლად ამ ძალაუფლებაზე მოგთხოვენ პასუხს.